ამჯერად უნდა გაგაცნოთ 33 წლის თამრიკო კახიძე, რომელიც 3 შვილის დედაა და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. თამარის ოცნება იყო ფსიქოლოგიის დარგში ემოღვაწა, ამიტომაც უნივერსიტეტში სწავლას ამ მიმართულებით გააგრძელებს. ელენე მირიანაშვილი და ალექსანდრე წიფლაშვილი ესტუმრნენ მას ქედაში და დროა ახლა ვნახოთ მათი სიუჟეტი. ვარხარ. მე ვარ თამრიკო კახიძე, ვარ 33 წლის. მყავს 3 შვილი და წელს ვაბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას. ასაკი არასდროს არ არის ბარიერი, არც შვილები არ არის ბარიერი. სადაც დიდი სურვილია, იქ დიდი დაბრკოლება არ არსებობს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვისაც კი აქვს იმის რესურსი, რომ ისწავლოს, აუცილებლად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ეს გადაწყვეტილება არის საკუთარ თავთან გამარჯვება ნამდვილად, იმიტომ რომ არის ადამიანთა კატეგორია, ვინც თვლის, რომ თუ მაქვს სამსახური, მყავს ოჯახი, სწავლა აღარ მჭირდება, მაგრამ მე ძალიან მჭირდება სწავლა და განათლება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო. იმის გამო კი არა, რომ დიპლომთა რაოდენობა მქონდეს, იმიტომ რომ ჩემი შვილებისთვის მინიმუმ ვიყო მაგალითი. უნივერსიტეტში წლების წინ ვაბარებდი. ვიყავი სტუდენტი და მე ხელი არ შემეწყო და ავიღე აკადემიური და სულ მინდოდა რომ ეს სწავლა მოკლედ ჩემი საოცნებო პროფესია იყო ფსიქოლოგია. ყოველდღიურ რეჟიმში ვფიქრობდი უნდა ჩამებარებინა და ამიტომ გადავწყვიტე რომ თავიდან გავსულიყავი ეროვნულ გამოცდებზე. რომც ვერ ჩავაბარო, ვერ გადავლახო, მაინც გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არის დიდი გამოწვევა ზოგადად ადამიანისთვის. ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, რთულია, იმიტომ რომ მაინც ბავშვები არიან, ოჯახია, სამსახური მაქვს, მაგრამ ერთი პლუსი ის არის, რომ სამსახური არის ჩემზე დამოკიდებული, ასე რომ შევითავსებ მაქსიმალურად და საღამოს კიდე მე ჩემს გაკვეთილებს დავამზადებ და ჩემი შვილი თავისას და ერთად ვივეცოდინებთ ხოლმე. ხომ დედა? ჩემი ძალიან ბევრი წარმატების დასაბამი არის პირველ რიგში ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ არაფერში არ მზღუდავს ამ მხრივ, პირიქით ხელსაც კი მიწყობს შვილების მხრივ, სამსახურის მხრივ, მე ერთი წუთით დაბრკოლება არ შემხვედრია ამ გზაზე. ახლა სამსახური მაქვს, მანიკურის სპეციალისტი ვარ, წლებია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს სფერო, იმიტომ რომ გენეტიკურად ცოტა ხატვის ნიჭი გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტე მანიკურს გავყოლოდი, ნახატები რახან გამომდიოდა. ვფიქრობ, ამასაც გავართვი თავი. ჩემი ყოველდღიურობა არის დილით მივდივარ სამსახურში, ვმუშაობ, საღამოს რა თქმა უნდა ჩემი შვილები მელოდებიან. თიბიასთან ერთად წიგნს ვკითხულობ ხოლმე, წიგნები უყვარს, წერაც უყვარს და ერთი წიგნი უკვე წაიკითხა, რაც სკოლა დაამთავრა და ორი წიგნი ამოვუტანე, ხა უკვე მეორე წიგნზე გადავიდა. დედობა, რა ვიცი, ენით ახსნა რთულია, ისეთი შეგრძნებაა და რა ვიცი, ალბათ უამრავი ფერი შესძინა ჩემს ცხოვრებას. მინიმუმ 3. დანარჩენი რა ვიცი. ფერადი სამყაროა ჩემთვის ჩემი შვილები. ყველაზე მთავარი მშობლისგან ალბათ ადამიანობა, კულტურა, მაგალითი უნდა აიღოს ყველაფრის დადებითის. შვილმა მშობლისგან. ჩვენ ხომ დედები არ ვიბადებით. ყოველდღიურად ვსწავლობთ შვილებისგან, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიყოთ დედა და როგორ ვიყოთ სამაგალითო ადამიანები.